ვფიქრობდი, რატო ჯერა ადამიანს რომ ძაღლს უყვარს უპირობოდ და არ აწუხებს ძაღლის სიყვარული. აი ძაღლი რო ელოდება, ელაქუცება, ლოკავს, ერთგულია მართლა. აი ეს არ აწუხებს ადამიანს, მაგრამ საკმარისია ვიღაც ადამიანი იქცეოდეს ასე. რომ უკვე ამას ქვია ტოქსიკური ურთიერთობა, გეშინია, რომ მერე რაღაცა ეს არ გადაიზარდოს რაღაც საშინელებაში, ხო? ეხლა წარმოიდგინე, რომ სახლში ვიღაც ადამიანი ყავს, რომელიც კარებთან ზის და გელოდება. და შეიძლება ამან ძალიან დაგძაბოს და ძალიან ცუდ ფიქრებთან მიგიყვანოს, ხო? ან არსებობს შენ ცხოვრებაში თქვა, კალი კაცი რა მნიშვნელობაც გეუბნება, რომ აი მე ზუსტად ისე მიყვარხარ, როგორც ძაღლს შენსას. და ეს არის ძალიან დიდი შიში. და ძაღლზე გჯერა და ზუსტად იმიტომ რაც შენ თქვი. ანუ ეს ადამიანზე არ გჯერა, რომ მას შეუძლია თავის ასე დამცრობა ბუნებრივად და ელოდები, რომ აქ სადღაც ეს ცუდად დაგროვდება და ცუდად ამოხეთქავს, რაც აუცილებლად ასე იქნება. ისევ როგორც ის ადამიანი ელოდება კოცნებიერად სწორ მომენტს. რა თქმა უნდა და ისიც ელოდება, რომ ეს დაუფასდება, ძაღლი არ ელოდება მაგას. კი. ხო, აი გარი, რომ იქ რაღაცა კონკრეტულ ამოცანას არის ამოფარებული ეს ქცევა და ძაღლთან ბუნებრივი კონდიცია. კი. ხო და ადამიანთან ახლა რო გადააკონვერტირე, ყველაფერი ძალიან შემზარავა ჟღერს ის ქცევის მოდელი. რამდენადაც გული გიჩუყდება ძაღლზე, რომელიც შენ დანახვაზე იფსავს, ასე შეიძლება გული გაგისყდეს ადამიანს, რომელსაც იგივე თან აი მიუხედავად ძაღლიც დისტანციურად უფრო მიყვარს, მირჩევნია სხვის ძაღლებს მოვეფერო, იმიტომ რომ აი კართან რომ ელოდება, იქ ინტენსივობა მაინც მეზარება. ხო და სხვა შორის ერთი ჩემი მეგობარიც ამბობს ხოლმე ამას და რაღაც საინტერესო თვისება, ანუ საერთოდ ძაღლის ფორმატშიც კი არ გინდა რაღაც ტიპის ესეთი მორჩილება და ამიტომ კატების გუნდში ვარ. მე არა. ხო და ეხლა ესეთი საინტერესო რაღაც წავიკითხე, რომ ვისაც ძაღლები უყვარს უფრო ავტორიტარია, ანუ თავის ჭკუაზე მოსიარული არსებები ურჩევნია და კატას ხო რეალურად ფეხებზე კი დიხარ და ამიტომ ის ვისაც ავტორიტარიზმი არ მოწონს, აქ გულისხმობ რაღაც პიროვნულ ავტორიტარიზმს, რომ ეხლა მე რაღაც კატა სახლში მივიდე და ეს კატის ადგილი არ დგება და აი თვითონ როგორც უნდა მე ისე უნდა ვიცხოვრო, ეგ არ მაწყობს, ხო და ან კატისტების და ძაღლისტების ბანაკში მე ძაღლისტებში ვარ.